დაცული ხო ქვია, ვისგან იცავ ამა ჩემგან? შუალს რითი დავჭრით? იმიტომ გვინდა ჩვენ ეს დაგვრჩეს აქ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, რომ ჩვენი ბავშვებისთვის ეს იყო ბათუმი, იყო ანტალია, იყო ეს რა ქვია მაგას ფილიპინები თუ ვინ იქნება კიდე კურორტები. ეს არის ჩვენი კურორტი. იძულება ვართ ასე მოვიქცეთ ჩვენ, რომ ეს კომპანია არ შემოვიდეს. და საერთოდ კიდე არანაირ არც ერთი კომპანია, საერთოდ განა ამ კომპანიაზე გვაქვს პრეტენზია. ანუ ტიპები მემუქრებიან, რომ რომს არ გავიხანგძნიდეს ხელშეკრულებაო, ისე ვიზამთროთ თქვენც ვერ ჩახვიდეთ რა, ანუ ბოროტი კაცის ფსიქოლოგიით მოდიან მენტალიტეტით, რომ მე თუ არა მაშინ არ შენ. აი ხო ხედავთ ახლა, რამდენმა საქონელმა გაიარა. ახლა მოდის ინვესტორი და აი ამას გააკეთებს. ამ საქონელს აქ გაატარებს. მეკითხები. თურმე აქ ისეთი ხალხი ვზივართ, ვისაც ჩვენი აზრი და გონება არ გაგვაჩნია და ვიღაცის ზეგავლენის თქვენ შუა აგერ ზრდაგადასული ზეგავლენა ის რომ ჩვენი მამული გიყვარს, ჩვენი სოფელი გიყვარს, ამის ზეგავლენის ქვეშ ვართ მართლა. ყოფილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, როცა იყო ამ თანამდებობაზე, იპარავდა ბუნების ძეგლებს. პოლიციამ შემოაპარა კერძო დაცვის თანამშრომელი ტერიტორიას. პოლიცია პატრული იქცა კერძო დაცვის კომპანიის მძღოლად. ეს არის სამარცხვინო სახელმწიფოსთვის. და ასეთი რაღაცა არ უნდა ხდებოდეს. ჩვენი მხრიდან იმდენი რამ დევს სასწორზე, იმდენი რაღაცა გავიღეთ და იმდენი რაღაცის დათმობაზე გვესაუბრებიან, ესენი ჩვენ უკან დასახევი გზაც არ გვაქვს.